კომპანია კერხერმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მორიგი აქცია ოზურგეთში გამართა. გერმანული ბრენდის პროფესიონალურმა გუნდმა სპეციალური მაღალი წნევის წყლის ჭავლის ტექნიკა ამჯერად ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის კიბეების დასასუფთავებლად ჩამოიტანა. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით ისტორიული ნაგებობის კიბეებს პირვანდელი სახე ქიმიური დანამატების გარეშე ეკოლოგიურად სუფთა მეთოდით დაუბრუნდა. კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ლოკაციებზე ზრუნვა კერხერისთვის უკვე ტრადიციად იქცა. გურია ბრენდისთვის ნაცნობი მარშრუტია. კომპანიამ ახლო წარსულში ლანჩხუთში გადარეული გურულის ცნობილი ძეგლი ასევე თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით დაასუფთავა. ბრენდის ეკომეგობრული დასუფთავების ტურნე საკმაოდ ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს. კომპანია კერხერი უკვე 10 წელია ჩართულია კორპორატიულ სოციალურ კამპანიებში. კამპანიის ფარგლებში ჩვენი გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ასუფთავებს სხვადასხვა ისტორიულ ადგილებს, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს შეუნარჩუნოთ პირვანდელი სახე. დღეს ვიყავებით ოზურგეთში დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაგრძელებთ ჩვენი კორპორატიული კამპანიას. კამპანია მოიცავს თეატრის მიმდებარე ტერიტორიის გადარიცხვას. ჩვენ დავასუფთავებთ და დავუბრუნებთ პირვანდელი სახის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას. ნადები, რომელიც აქ არის, მოიცავს ხაოსს და ძველ დაბინძურებას. ყველაფერს კი კერხერის მაღალი წნევის სარეცხი აპარატით HD-83-ის მეშვეობით მოვახერხებთ. ოზურგეთამდე გასულ პარასკევს კერხერის გუნდი ქუთაისს სტუმრობდა. უახლოეს დღეებში კი სპეციალური ტექნიკა გეს საქართველოს სხვა რეგიონებისკენ აიღებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს ლოკალური მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივი სივრცეების იერსახის შენარჩუნებაში.